პროევროპულ აქციებზე დაკავებული ვეფხია კასრაძე ციხიდან იტყობინება, რომ სუსის თანამშრომელი მისი 11 წლის შვილის გატაცებას გეგმავდა და ბავშვს 3 თვის განმავლობაში უცნობი პირები ურეკავდნენ. კასრაძეს სუსმა განცხადებით უპასუხა, არ შეიძლება საკუთარი ქვეყნის სპეცსამსახურს ასე ხელაღებით დააბრალოს სასტიკი დანაშაული. ნათქვამია განცხადებაში. უწყება ამბობს, რომ კასრაძის გამოსაკითხად პროკურატურას მიმართეს. ევროპული ქვეყნებისთვის ტარიფების დაწესებაზე ტრამპის გადაწყვეტილებას დემოკრატი სენატორები აკრიტიკებენ და მისი დაბლოკვის კანონპროექტის წარდგენას აპირებენ. უგუნური ტარიფები, გრენლანდიის მიტაცების არარეალისტური მცდელობა. ასე მოიხსენიებს სენატორი ჩაკ შუმერი ტრამპის გადაწყვეტილებას. მარკ კელი კი რესპუბლიკელებს წინააღმდეგობისკენ მოუწოდებს. ზიანი, რომელსაც ეს პრეზიდენტი აყენებს ჩვენს რეპუტაციას, იზრდება და თუ რამე არ შეიცვლება მარტო დავრჩებით მტრებთან, აცხადებს კელი. გრენლანდიაზე ამერიკის შეჭრა პუტინს მსოფლიოში ყველაზე ბედნიერ ადამიანად აქცევდა, რადგან ეს უკრაინაში მისი შეჭრის ლეგიტიმაცია იქნება, აცხადებს ესპანეთის პრემიერი პედრო სანჩეზი. მისი თქმით, თუ შტატები ძალას გამოიყენებს, ეს ნატოსთვის სიკვდილის ზარი იქნება. როიტერსი ირანელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით იუწყება, რომ აქციებზე დაღუპულთა რაოდენობა 5000 აღწევს. რადიკალურად განსხვავებულია სანდი თაიმსის მონაცემები. ბრიტანული მედია ირანელი ექიმების ანგარიშებს ეყრდნობა და წერს, რომ დაღუპულთა რიცხვი 16500 აჭარბებს, დაშავებულთა კი 320000. უმეტესობა 30 წლამდე ასაკისაა.